მოგესალმებით. მოგესალმება გელა ბარკალაია. ახლა ამ წუთას წყალტუბოდან ქუთაისში ვიყავით და მოვედით წყალტუბოში. 3 საათზე ვიყავი სამსახურში და სავარჯიშოდ მიდიოდით. და რეკავს ტელეფონი. და მირეკავს ერთი ბავშვი, ვიღაცა ბავშვი და მეუნება გელაბიზია შენახარ, საიდან მოიტანა ჯერ ტელეფონი არ ვიცი და მეუნება კი მე ვარ. გელაბიზია ერთი წუთი უნდა მომისმინო. რა არის? მე მყავსო შეყვარებული. ეს ამბობს ყია ლუკა. და ლუკა ამბობს რომ მე მყავსო შეყვარებულიო. და ამ ჩემს შეყვარებულსო თქონდაო დაბადების დღეო. და დაბადების დღეზეო ამ ჩემს შეყვარებულსო ვიღაცა ფეხბურთელი მიუყვანიაო, ქუთაისელი ფეხბურთელი. და ამას ტრაბახობსო სულო. და მე რო უთხარიო რომ მე გელა ბარკალაიას ვიცნობ და თბილისიდან იმას ჩამოვიყვანო, ხუმრობა დამიწყესო. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ქუთაისში ჩამოხვიდეო. მეც უცებ 3 საათზე ავდექი, ძღოლიც კი არ მყავდა, ჩემს ერთ-ერთ თავარ მენეჯერს ხოვე ქალბატონ ქეთის, რომ უნდა ჩამოვსულიყავით ქუთაისში, რომ ლუკასთვის დაბადების დღე მოგვეღოცა და ლუკას შეყვარებულს ეთქვა, რომ აი ეს მაგარი ვაჟკაცი ბიჭია, თქვა რომ გელა ბარკალაიას ჩამოვიყვანდა, რომ ჩამოიყვანა. მე დღეს ლუკას მიულოცე დაბადების დღე, ქუთაისში ვიყავით და დიდი სურვილი მქონდა წყალტუბოში არ ყოფილა 10 წელიწადია და დიდი სურვილი მქონდა რომ ჩამოვსულიყავით წყალტუბოში. ლუკა და მისი მეგობრები აქ არიან, დედებიც აქ არიან და მინდა ლუკა მინდა ესე გადღეგრძელო. ლუკა შენ რადგან შენ ეს მოახერხე, ეს გააკეთე, აგერ შენ სამეგობროსთან ხარ, წყალტუბოში ვართ, დღეს პირველად გნახეთ, ერთმანეთი გავიცანით, დაუძმაკასდით და მომავალი ჩვენი შეხვედრები და ურთიერთობები იქნება ყველაფერი კარგის მომტანი. მე რატო ჩამოვედი? მე იმიტომ ჩამოვედი, რომ გამეცნო შენი ძმაკაცების დაბადების დღეზე აგერ პატიჟებენ უკვე ბიჭები დაბადების დღეზე და ერთი მთავარი რამ. სწავლაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. უნდა ისწავლო, დიდი ბიჭი უნდა იყო და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩააბარებ. მერე რომ მაგარი ბიჭი იქნები და ქართულ ოჯახს რო შევქმნი, თუ იქნები მაშინ რომ დამიერეკო და მაშინ რომ მოვიდე და კიდევ რომ ოჯახის შექმნა მოგილოცო. კოცნი, გეხვევი, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად იხარე, იბედნიერე, ულამაზესი ბიჭი ხარ, ულამაზესი ძმაკაცები ყავს, და ქალები ყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ძალიან მალე ქუთაისში ჩვენს ცენტრს გავხსნით და ყველანი ერთად ყავხართ დაპატიჟებული. აბა მაკოცე მოულოცოთ ბიჭებო. ლუკას გაუმარჯოს. ლუკა გაგიმარჯოს.